გამომდინარე იქიდან რომ ვიცით რომ რაღაცა ეს პოლიტიკური არქიტექტურა მსოფლიოში რაღაც გარკვეული რყევების წინაშე არის ეს ცხადია არასტაბილურ გარემოს ქმნის ზოგადად მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყანაც ბუნებრივი არ არის გამონაკლისი მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტორიც რომ ამ ყველაფრის ფონზე რეალურად თუ შევხედავ და ობიექტურად დავაკვირდებით სურათს მეტნაკლებად ჩვენი დეველოპერები ინარჩუნებენ მაინც ცდილობენ რაღაცნაირად გააგრძელონ სტაბილური განვითარება იმ კუთხით რომ აი ამას წინათ ზუსტად გადაცემაში ვიყავი სადაც ქონდა საშუალება სხვადასხვა ტიპის საკითხებზე გვესაუბრა და საკმაოდ ისე უჭირავთ თავი ფასების კლებასთან დაკავშირებით ისინი მაგალითად ამბობენ რომ არ იგეგმება საერთოდ და ესეთი მოსაზრებები გვესმის კი ეს არის გაყიდვის შემთხვევაში უძრავ ქონებაზე არც განიხილავენ დაკლებას ამ ეტაპზე და ამაზე საერთოდ არ არის არანაირი საუბარი გარდა იმისა რომ ისმის ხოლმე როგორც წესი მედიიდან ეს ინფორმაცია და ამ დროს პირველ წყარო ამბობს რომ არ ფიქრობს რაც შეეხება ქირების ნაწილს თქვენ აღნიშნეთ ამ კითხვა ზუსტად ეს იყო და რომ მიუბრუნდეთ კითხვას იჯარის ნაწილში მე ამას კლებას არ დავარქმევდი და მინდა რომ სულ ყოველთვის აი როდესაც მეძლევა საშუალება აუხსნათ ხოლმე ჩვენს მომხმარებლებს ჩვენს მაყურებელსაც ვისაც მიაჩნია რომ ეს კლების ნაწილი არ არის ეს კლება ეს არის უბრალოდ ფასების დასტაბილურება იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მანამდე ვითარება რაც იყო ეს COVID პანდემიის პერიოდი შემდეგ გვახსოვს ეს რუსეთის აქტიური შემოსვლა შემოჭრა ასე ვთქვათ მიგრანტების ქვეყანაში და შესაბამისად ამან გაზარდა და რაღაცა არარეალისტური საერთო სურათი მოგვცა ამ ეტაპზე რო გითხრათ რომ ეს რაღაცა დრამატულად იკვეთება ამ ფასების კლება გაჩერდა ეს პროცესი ნამდვილად ესე არ არის უბრალოდ იმ წინა პერიოდთან შედარებით ცხადია შემცირდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და ბუნებრივი ამან გააჩინა ზუსტად ის სივრცე სადაც უკვე მესაკუთრე ფიქრობს რომ მოდი დავაკლებ ფასს რომ დაკლებული ფასით უფრო მეტ მომხმარებელს დამქირავებელს მოვიზიდავ ბაჟა აი როგორც თქვენ ბრძანებთ დასტაბილურება ფასების და არა დაკლება არ ვიყენებთ ამ ტერმინს და უშუალოდ გასაქირავებელი ბინების იწევს თუ არა ზოგადად გასაყიდი ბინების ფასების დაკლებას. ანუ ესენი მიბმული არის ერთმანეთს. აი თქვენ ბრძანეთ ახლა ამ წუთას რომ ეს არ აპირებენ ფასების დაკლებას, მაგრამ ეს ორი პროცესი არის თუ არა ერთმანეთთან ბმაში. როგორც წესი თავსებადი არ არის, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც რეალურად მოდის პოტენციური ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს იყიდოს ქონება, რომელიც დაუშვათ უკუგების ნაწილში მას 10%-ს მისცემს ან 9%-ს ამ შემთხვევაში ცხადია თავსებადი ვეღარ გამოდის ხოლმე, მაგრამ მეტნაკლებად იცით როგორი საკითხი არის, სულ ვიშველიებთ ხოლმე სამაშველო კამერა არის, რომ ბაზარი თვითონ არეგულირებს ეს და ეს საკმაოდ ზაფროფირებული ამბავი არის. ამიტომ მგონია, რომ ახლაც ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს და ესე არ იკვეთება, რომ აი ფასის კლება მე ხა ცალსახად შეამცირა ფასი გასაყიდ უძრავ ქონებაზე. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ უნდა ჯერ ძალიან ისეთი პერიოდი არის, აი ახლა აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ მე და ჩემმა კოლეგებმა იგი უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციიდან, რომ მათიდან მოყოლებული ბევრად უფრო გააქტიურდა მოთხოვნის ნაწილი, ვიდრე იყო მანამდე აბსოლუტურად ჩვენ გვახსოვს დაპაუზებული უძრავი ქონება, როდესაც დამკვეთი თავს იკავებდა და ელოდებოდა რაღაცნაირად რომ მეტნაკლებად გამოჩენილიყო ქვეყანაში ის ვითარება, რომელიც მას მისცემდა საშუალებას, რომ აეღო დაუშვათ დამატებითი ვალდებულებები და შეეძინა უძრავი ქონება. ასევე იგივე გვახსოვს ისიც, რომ პოტენციური ინვესტორები, რომლებიც მოდიოდნენ, გადაწყვეტილი და დადასტურებული ქონდათ ასე თუ ის პროექტი და უძრავი ქონება, შეაჩერეს და თქვეს, რომ დაველოდებით რა ვითარება დადგება ქვეყანაში. ამიტომ მასში არის, რა თქმა უნდა, სიტუაცია ქვეყანაში ავტომატურად ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ეს არეგულირებს ზუსტად ამას უძრავი ქონების გაყიდვების ნაწილსაც, იმიტომ რომ თვითონ ბაზარი ძალიან სენსიტიურია, მოგეხსენებათ უძრავი ქონების, იმიტომ რომ ან ადამიანი რელოკაციის მიზნით ცდილობს, რომ შეიძინოს უძრავი ქონება და გადავიდეს ახალ ბინაში, ან იმიტომ რომ ინვესტიცია მოახდინოს. შესაბამისად ის აკვირდება ბევრ გარე ფაქტორს. იგივე მისი ხელფასი რამდენად შეძლებს აი დაუშვათ სტაბილური ეს სიტუაცია დამოკიდებულია ზუსტ იმ სახელფასო პოლიტიკაზეც, ხო? თუ ხელფასი იღებს ადამიანი სტაბილური სამსახური, მისთვის უფრო მარტივი არის უკვე აიღოს რაღაცა დამატებითი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ბევრი ეს მდგენელი არის, რომელიც საბოლოო ჯამში ის გადაწყვეტილებას იღებს და აღებინებს უკვე პოტენციურ მყიდველს უძრავი ქონების. აი რამდენიმე წლის წინ მიგრანტების მასობრივი შემოსვლის პერიოდში, როდესაც
ძალიან საგრძნობლად გაიზარდა გასაქირავებელი ბინების ფასები, არაერთმა ადამიანმა ინვესტიციის მიზნით შეიძინა მშენებარე პროექტებში რამდენიმე, ზოგმა ათეულობით ბინაც კი. როდესაც აი ეს მშენებლობები დასრულდება და ალბათ რამდენიმე წელიწადში რომ ნახავთ უკვე ამის ეფექტს, გამოიწვევს თუ არა ეს ბაზარზე რაღაც ძალიან ძირეულ ცვლილებებს იმ თვალსაზრისით, რომ ჭარბი იქნება მიწოდება. იცით რა არის ამ ზოგადად წინასწარი პროგნოზები ძალიან კარგია რომ გააჟღერონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით და როგორც წესი ხოლმე ჩვენ ვაკვირდებით და ყოველთვის სწავლობთ, მოვისმენთ, შემდეგ უკვე ვნახავთ რა ვითარება და სიტუაცია და როგორც წესი ცდება ხოლმე ეს აი თუ დავაკვირდებით ეს საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტები არიან და იგივე კვლევით ნაწილშიც, მაგრამ როგორც წესი დიდად არ ემთხვევა ხოლმე ის პროგნოზები. აქედან მომდინარე ხა ფაქტია რომ ეს მოთხოვნა რახან იყო აშენდა ამ ნაწილში სულ კიდევ ვიმეორებ როგორც უძრავი ქონების რეალტორი ყოველთვის აღნიშნავდი და ვეუბნებოდი ჩვენს დამკვეთებს რომ ნუ გავაკეთებთ აი მოკლევადიანი ნუ იქნება ჩვენი ჩანაფიქრი რომ აუცილებლად აი ახლა ეს აშენდება ახლა აუცილებლად მიგრანტი მოვა იქირავებს და ჩემი ქონება რომელიც რეალურად ღირს პირობითად გეტყვით აი $500 აუცილებლად $1500 გავაქირავებ ამას თვეში ანუ საკმაოდ ინფანტილური დამოკიდებულება იყო მომხმარებლების მხრიდან რაღაცა ეს ეფექტი იყო ესეთი რაღაც აჟიტირებული იყო მომხმარებელი ამიტომ ჩვენი მხრიდან ჩვენს ვცდილობთ უძრავი ქონების პროგრამ დაგვესტაბილურებინა და დაგვემიწებინა ეს სიტუაცია, მაგრამ არ ვიცი ეს ზოგადად რა იქნება მომავალში რთული ამაზე წინასწარ მსჯელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხედავ იმის შანსებს, რომ რეალურად პერსპექტივა ექნება და რაღაცა საინტერესოს მოიფიქრებენ კვლავაც. ისევ გასაყიდბინებს მინდა მივუბრუნდეთ. აი ისევ და ისევ მიგრანტების შემოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან გაიზარდა გასაყიდბინების ფასიც, მას შემდეგ რაღაცა თვითდინებით მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა ბინის შეძენას, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად არარეალურია და დადგება უფრო იმედოვნებენ მინიმუმ, რომ დადგება ხელსაყრელი მომენტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი, რომ დაიწიოს, აი უკვე გაყიდული და შემდეგ დაუშვათ გადასაყიდბინების ფასებმა სამომავლოდ? კიდევ ვიმეორებ, რომ თუ დეველოპერული კომპანიები გვეუბნებიან, ისინი პირველად უძრავ ქონებაზე საუბრობ, ცხადია ჩვენ და გვეუბნებიან, ისინი არ ფიქრობენ ფასის წებას. პირიქით, აი თუ დავაკვირდებით ტენდენცია ისეთი არის, რომ წლებთან ერთად, აი რომ შევხედოთ საერთოდ ფასები ნელ-ნელა მატულობს და იზრდება ეს ფასი და ამას აღარ შევალ ამის სიღრმეებში, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რამდენი მდგენელი აქვს და აქ რა ფაქტორები განაპირობებს ფასის გაძვირებას, ეს არ არის. ესეთი სპონტანური გადაწყვეტილება ის იგივე მუშახე იქნება მიწები იქნება თუ ის აღარ ჩავშლი ახლა დეტალურად თავს აღარ შევაწყენ ჩვენს მაყურებელს ალბათ უკვე ყველა იცის ეს მდგენელები მაგრამ თუ ბუნებრივია დეველოპერული კომპანია ფასს არ დააკლებს და იგივე შენობაში კერძო მესაკუთრეს თუ აქვს ამას გულისხმობთ ხომ ის ქონება ცხადია ეს ფასი იჭერს ბუნებრივია და თუ ვერ მოხდება ისე რომ მისი ფასი ისე დავარდეს და ამ დროს იგივე შენობაში განსხვავებენ მეტნაკლებად უფრო იქნება ერთმანეთის მსგავსი. ამიტომ ესე ვერ ვხედავ რომ ფასის კლება იქნება, იმიტომ რომ ამის არანაირი ის არ ჩანს პერსპექტივა, გარდა იმისა რომ ხო კიდევ ვიმეორებ ჩვენ საერთო სურათს უყურებთ ამ სოფლიო არქიტექტურას ვაკვირდებით რა შეიცვლება ეს პოლიტიკური, იმიტომ რომ იქიდანაც ის უცხოელი ვინც შემოდის ჩვენ ქვეყანაში, მისთვისაც აუცილებელი არის ხო ბუნებრივია ის პერსპექტივა, ის ევროპული პერსპექტივა რაც ქვეყანაში დასახული იყო და ეს არის ჩვენი ხალხის საზოგადოების არჩევანი და ეს არ არის რაღაცა გამოგონილი ამბავი, ამიტომ ბევრი ეს ფაქტორი ცხადია, ზუსტად იმ პოტენციალს დის ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ახლა ვნახეთ იგივე აღმოსავლეთ ქვეყნების დაინტერესება საქართველოს თან მიმართებაში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქაც მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრება არის, ანუ ბევრი უნდა იყოს ესეთი ქვეყნები და მხოლოდ ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ან ერთი მიმართულება, იმიტომ რომ აქაც რაღაცნაირად დაბალანსდეს ცხადია და ჩვენ გვახსოვს იგივე როგორ ხდებოდა ხოლმე, რომ ერთი ქვეყანა შემოდიოდა აქტიურად და მე ეს საბოლოო ჯამში რაღაცა არ იყო დიდად ჩვენთვის სასიხარულო. ამიტომ ჯობია რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან გაჩნდეს ისევ ინტერესი, თუ გახსოვთ ეს იყო გასულ წელს უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა და ერთ-ერთი ორგანიზატორი ასოციაციაც იყო და ზუსტად ამაზე იყო ხაზგასმა ჩვენ ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 35 ქვეყნიდან დაინტერესებული პირები, ვისაც აინტერესებს საქართველოში ინვესტირება და ეს იყო ზუსტად ჩვენთვის სასიხარულო, ეს არ იყო ერთი ქვეყნიდან ეს 35 ადამიანი, ეს იყო სხვადასხვა იგივე იმ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენთვისაც საინტერესოა რომ იყოს და შემოვიდეს მათი ინვესტიციები და მათთვისაც საინტერესო არის საქართველო, იმიტომ რომ ვიცით რომ მართლა არჩეულებრივი
ქვეყანაში ვცხოვრობ და ნამდვილად საინტერესო არის აქ რეალურად ფულის დაბანდება. ბაჟა, შემხვდა ესეთი მოსაზრება, რომ საგრძნობლად შემცირებული არის საქართველოში ხანგრძლივი დროით უცხოელების მხრიდან ბინების დაქირავების მსურველთა რაოდენობა. არსებობს რამე ან სტატისტიკა, ან ამის აღრიცხვის რაღაც მეთოდი? ასოციაციის ჭრილში ასეთი სტატისტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს და ალბათ ეს უნდა დაიგეგმოს, რადგან ფიქრობთ, რომ რაღაცა სტატისტიკური ნაწილი შევადგინოთ, გვაქვს მოლაპარაკება რამოდენიმე კვლევით ორგანიზაციასთან, მაგრამ გეტყვით, რომ იცით როგორი სიტუაცია არის, არ არის სიმართლიდან შორს ეს მოსაზრება. ჩვენ ახლა ჩემი კომპანია ძირითადად მუშაობს უშუალოდ უფრო ტიპ კორპუსზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ამ ნაწილში ცხადია, რომ იქ მოდიან 3, 4 და მეტი წლის ხელშეკრულებები და გრძელვადიანი არის ზუსტად ეს მიმართულება, მაგრამ როგორც ასეთი ინდივიდუალურად რო დავფიქრდე, გეთანხმებით, აი ესეთი ხშირი აღარ არის ნამდვილად ის გრძელვადიანი დაქირავება ევროპის ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. ამიტომ საკმაოდ ესეთი ლეგიტიმური მოსაზრებაა.